მარცვლეულის კომბინატის სასტუმრო ახალციხის ხელოვნურ ტბასთან მტკვარი ჰესი. ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით აღარ ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალციხეში იმ პროექტების განხორციელება შეჩერდა, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო. როგორც გელა დემეტრაძე აცხადებს, ამით მოსახლეობა დაზარალდა, რადგან დაპირებული სამუშაო ადგილები უკვალოდ გაქრა. დასამალი არ არის და ყველა მიცის რა ხდებოდა 2011-2012 და თუნდაც 2010 წლებში წინა წლებში ახალციხეში იყო ნამდვილად იყო ახალციხის სამშენებლობა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავი რა თქმა უნდა არის ახალციხის ციხის რეაბილიტაცია და ახალციხის ხელოვნური ტბის რეაბილიტაცია. მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმის გამო, რომ რადგან ეს იყო გაკეთებული წინა ხელისუფლების მიერ, ნაციონალური მოძრაობის მიერ, აღარანაირი ყურადღება აღარ ექცევა არც ერთ პროექტს, არც მეორე პროექტს. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები პასუხობენ. ქართული ოცნების ახალციხის შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. მალხა ჟუჟუნაძის თქმით, სასტუმროები, რომლებიც ახალციხეში ამ დრომდე შენდებოდა, ბიზნესმენებს ნაციონალური მოძრაობა ინვესტიციის ძალით ადებინებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდროინდელი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მათ დაჭერით ან ქონების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ. გრძელდება შესაბამისი პროექტების განხორციელება, კერძოდ ის თანხა, იმ რაოდენობის თანხა, რაც წელს იქნა მობილიზებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის და ინფრასტრუქტურისათვის, ასეთი თანხა რაიონში კანონიერად არ ყოფილა არც ერთ წელს. ეს არის სადღაც 4 მილიონ ლარზე მეტი. მოსაზრებას რომ თითქოს და რაბათის მეორე ეტაპი შეჩერდა, იმ მოსაზრებას თითქოს რაღაცა შეჩერდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ამათი განხორციელება და იმ მილიონების მოზიდვა ხდებოდა იქიდან რომ საპროცესო შეთანხმებებს აფორმებდნენ შესაბამის პიროვნებებთან, ფერმები და საღორეები მათ აძალებდნენ, რომ შეესყიდათ მილიონებში და ამ მილიონებით შენდებოდა შესაბამისი სასტუმროები. კვლავ ხორციელდება თუ არა ახალციხეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და დაკარგა თუ არა მოსახლეობამ სამუშაო ადგილები, ამის თაობაზე ახალციხის მკვიდრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ერთი წლის წინ დაწყებული სხვადასხვა კომერციული ობიექტების მშენებლობა მიმდინარე წელს შეჩერებულია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ ტემპში მიმდინარეობს. ჩვეულებრივად ახლა შენდება ყველაფერი და მიდის ნორმალურად. არაფერი არ შეცვლილა, პირიქით. ემატება თანდათან მშენებლობები და ადრესთან შედარებით უფრო შენდებოდა, მაგრამ ახლა რატო შეჩერდა არ ვიცი. ახლა სად მიმდინარეობს მშენებლობა, აღარ გამიგონია რომ აშენებენ რამეს. რატო შეჩერდა მაგი არ ვიცი და რატო უნდა შეჩერებულიყო, ეშენებია, გალამაზებულია ყველაფერი. სად ადრინდელი ახალციხე და სად ახლანდელი. ვინ უნდა აშენოს? სამშენებლო კომპანიამ უნდა აშენოს, ხო? მე არ აშენებს, იმიტომ ფული არ აქვს აბა. არაფერი ახლა არ აშენებულა. კერძო პიროვნებებმა ვისაც ფული ჰქონდა და ბიუჯეტში ხელსაფათურები და იმამ აიშენა და დაამთავრა. ისეთი რამე აშენებული იყო, რომ ხალხს გამოდგომოდა და ხალხს იმუშაოს ფაბრიკა, ქარხანა. გაფართე არასდროს არ აშენებულა. ეს შენდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ბიზნესში ხელისუფლების ჩარევა ეკონომიკის დაცემას გამოიწვევს, ასე აფასებს ეკონომისტი ნუგზარ თათაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ცვლილებებმა ქვეყანაზე და რა თქმა უნდა ახალციხეზეც იმოქმედა, რამაც ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება გამოიწვია. თუმცა თათაშვილი განმარტავს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მტკვარი ჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ ხელისუფლების შეცვლამდე 2012 წლის თებერვალში შეწყდა და ადგილობრივები სამუშაო ადგილის გარეშე დარჩნენ. ხებისა საერთოდ შეჩერების ტენდენცია დაიწყო პოლიტიკური პროცესების ასე ვთქვათ დაძაბვის შემდეგ. რეალურად პირველივე ნიშნები გაჩნდა 2012 წლის დასაწყისში. როცა ასე ვთქვათ მაშინ იდეოლოგიურად შეიძლებოდა გამართლება, შეჩერება. ჰესიდან დავიწყოთ საყუნეთი რუსთავის ჰესი გაჩერდა 2012 წლის თებერვალში. როდესაც ასე ვთქვათ სამეურნეო იმიდან ხდებოდა თანხების გადაკაჩვა პოლიტიკურ პროცესებში. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ახალციხეში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოა. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური გახდება და მეწარმეები კი ამა თუ იმ საქმიანობაში იმაზე მეტ ინვესტიციას ჩადებენ, ვიდრე აქამდე იყო.